დასამარცხებლად. გამოიწვია მეგობრები და შეაჩერე ჰეპატიტი. ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებასთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს. მინისტრი სერგეენკო აქციაში უკვე ჩაერთო და მთავრობის სხვა წევრებიც გამოიწვია. გამოწვევას უკვე უპასუხეს სასჯელ აღსრულების მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. აქციაში საქართველოს C ჰეპატიტის გარეშე საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო. კამპანიის მიღმა ხელისუფლება ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს. კამპანიას ქრონიკაც დიდი სიამოვნებით უერთდება და გამოწვევას კოლეგებს უგზავნის. სამი ძირითადი გზავნილი ჯანდაცვის მინისტრისგან დავით სერგენკო მთავრობას იწვევს და C ჰეპატიტთან ბრძოლას წლის მთავარ პროექტად ასახელებს. პრევენცია აუცილებელი კომპონენტი არის. ეს არის ის, რომ ყველა ვისაც სჭირდება მკურნალობა მიიღებს ამ მკურნალობას და მესამე ის, რომ ხარისხი დიაგნოსტიკის და მკურნალობის ესეც სახელმწიფოს ვალდებულება იქნება მაქსიმალური დონეს. ჯანდაცვის მინისტრის ვერბალურმა გამოწვევამ ვიზუალური სახე მალე მიიღო. გზავნილები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მივიღე ჩემი მეგობრის თამარ ბოდოკიას გამოწვევა. გამოწვევის ერთ-ერთი ადრესატი გიორგი კეკელიძეა. სერგენკოს უწყებას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ასე პასუხობს. კარგი იქნება თუ გამკაცრდება კონტროლი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში თუ თქვა სხვადასხვა ტიპის სალონებში, სადაც რისკ ფაქტორები არის მაღალი. სტომატოლოგიური კლინიკები, ტატუ და კოსმეტიკური სალონები ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი მალე გახდება. უწყება კონტროლის გამკაცრებას იმ დაწესებულებებზე გეგმავს, სადაც C ჰეპატიტის გავრცელების რისკი მაღალია. თებერვლის ბოლოს კი ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახალ პრეპარატს მინიმალურ ფასად მიიღებს. რა იღირება წამალი სოფოს ბუვირი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მას განკურნების 90%-იანი მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად ამ მედიკამენტის გამოჩენის შემდეგ C ჰეპატიტი განკურნებადი და სრულად განკურნებადი დაავადება გახდა უდიდესი მისი უპირატესობა არის ის, რომ მას პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და კიდევ ის, რომ მას არ აქვს უკუჩვენებები. მთლიანი კურსის ფასი 46,000 ევროა. ამ პრეპარატითა და საკუთარი ხარჯებით საქართველოში უკვე 16-მა პირმა იმკურნალა. მათი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 100%-ია. 2002 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა რიცხვი 200,000 აღწევს. ახალ კვლევას ჯანდაცვის უწყება მარტიდან დაიწყებს. ვაკის პარკის ერთი ნაწილი ისევ საჯილდაო ქვახდება. რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე სასტუმრო აშენდება. ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ჯგუფში შემავალი დეველოპერული კომპანია მშენებლობის დაწყებას უკვე რამდენიმე დღეში აპირებს. გარემოს დამცველები, რომლებიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს უკვე წელიწადზე მეტი აპროტესტებენ, პოზიციის დათმობას არც ამჯერად აპირებენ. თუმცა მათ პრეტენზია არა მშენებელ კომპანიასთან, არამედ ნებართვის გამცემ ორგანოსთან, დედაქალაქის მერიასთან აქვთ. პარტიზანმა მებაღეებმა მწვანე ალტერნატივამ და საფრთხო სივრცემ სასამართლოს ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე მიმართეს. თუმცა საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. ქეთი ფარცხალაძე გვეტყვის რა ბედიელის თბილისის ერთ-ერთ მთავარ პარკს. შემოღობილ სივრცეში საძირკველი გაჭრილია. რამდენიმე დღეში აქ მშენებლობა დაიწყება და 2016 წლის გაზაფხულზე ზუსტად ასეთი სახით დასრულდება. ეს სასტუმრო ბუდაპეშტია, რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე. ძალიან დიდი ეჭვია, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია, ეს მწვანე საფარი კიდე შეეწირება ავტოპარკინგს. მარიამ ბაქრაძე პარტიზანი მებაღია. სასტუმროს მშენებლობას იმ დღიდან აპროტესტებს, რაც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და ის ერთადერთი არ არის. ვაკის პარკში პროტესტი 2013 წლიდან ისმის. მშენებლობის იდეა შეჩერდა, შეწყდა პროტესტიც. მთავრობის შეცვლის შემდეგ მწვანეებს იმედი მიეცათ, რომ გარემოს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლებოდა. ნათქვამი იყო, რომ ვაკის პარკს უნდა აღუდგეს თავისი ძველი საზღვრები. ამ პარკს აღვადგენინებთ და შუა პარკში 8 თუ 7 სართულიანი სასტუმრო არ აშენდება, ეს დაუშვებელია. სასტუმრო ვაკის პარკშია თუ ვაკის პარკთან, საკითხი სადაოა. მისი მისამართი ჭავჭავაძის 68-აა. ჩვენ და ვაკის პარკს ვყოფს საავტომობილო გზა, რომელიც გამოდის აი აქ. მშენებელ კომპანიასთან პრეტენზია გარემოს დამცველებს არ აქვთ. ტიფლის დეველოპმენტი აქ მშენებლობის უფლებას ფლობს. 2 სართული იქნება მიწის ქვეშ, ხოლო მიწის ზევით იქნება 5 სართულიანი ძალიან ლამაზი თანამედროვე ტიპის შენობა. არც გზას გაგვყავს რაიმე სხვა, რაც შემოდის კუსპის გზიდან, აი ეს გზა იქნება. აქ არ გაიშეხება არც ერთი ხე.
კომპანია მშენებლობის დაწყებას რამდენიმე დღეში აპირებს. ამავდროულად კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვთ. მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ნებართვა სამართალდარღვევით გაიცა. ველოდებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ესეთი მოცულობითი მშენებლობა იქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში დამატებით შესაძლოა ხეების გაჩეხვის, ასე ვთქვათ, საფუძველი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამათ შეუძლიათ ლეგალურად გააგრძელონ მუშაობა, ჩვენ მაინც ვთავაზობთ მათ მოცულობის გადახედვას, რათა მომავალში უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები პრეტენზიის მქონე იყოს ეს ობიექტი. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მარტშია ჩანიშნული. ტიფლის დეველოპმენტი კი მშენებლობას იწყებს და გარემოს დაცვასთან ერთად პირველ ეტაპზე 2000-მდე, აშენების შემდეგ კი 400-მდე პირის დასაქმების პირობასაც დებს. უკრაინა რუსეთს მორიგ ბრალდებას უყენებს. კიდევ რა მოხდა მსოფლიოში დღეს მნიშვნელოვანი ნახევარუცხოეთის ახალი ამბების ქრონიკა. ფრანგი კომიკოსი დიედონ ბალა Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მიზეზი შარლი ებდოზე ხუმრობაა. პოსტში მე შარლი კულიბალი ვარ, კომიკოსმა პარიზელი ტერორისტის გვარი გამოიყენა. ისრაელის ერთ-ერთმა ულტრაორთოდოქსულმა გამოცემამ პარიზის ერთიანობის მარშის სახეცვლილი ფოტო დაბეჭდა. გრაფიკული რედაქტირების შემდეგ გაზეთმა მსვლელობის წინახაზე მხოლოდ მამაკაცები დატოვა, ქალები კი ამოჭრა. გაზეთ ჰამე ვასერის გემოვნებას ანგელა მერკელისა და ფრედერიკა მოგერინის ფოტოები შეეწირა. იავა ზღვაში თვითმფრინავ ეარეიჟას კორპუსი იპოვეს. ფიუზელაჟის ფოტოები უპილოტო საფრენი აპარატით გადაიღეს. ავიაკატასტროფა ხომალდმა, რომლის ბორცზეც 162 პირი იმყოფებოდა, 28 დეკემბერს განიცადა. ნავთობზე ფასის კლებით დასავლეთი ირანს ვერაფერს დააკლებს. ამ პოლიტიკით ყველაზე მეტად საუდის არაბეთი და კუვეიტი დაზარალდება, განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ. უკრაინის პრემიერ-მინისტრი რუსეთს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. იაცენუკმა საერთაშორისო ინსტიტუტებს პრორუსული სეპარატისტული რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებისკენ მოუწოდა. 4 ოსკარის მფლობელი ვუდი ალენი ამაზონისთვის საავტორო ტელესერიალს გადაიღებს. ინტერნეტ სერვისმა ალენთან სცენარისა და რეჟისურის შესახებ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ახლა კი რეკლამა, რეკლამის შემდეგ კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. დავით დვალის ასტროფოტოგრაფია. დღეს სურპრიზად დილით დავხვდა, რომ დღის სურათი ის გამარჯვებული სტატუსი მოიპოვა. კოსმოსური ობიექტების საგამოფენო სივრცეში ფოტოები გალაქტიკიდან. ნოუთბუქი Acer-ი, ფასი 559 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. შენ როგორ მანქანას იხურებდი? მოგო, ყველაზე მარტივი ავტოლიზინგი საქართველოში. არანაირი შეზღუდვა მანქანის ლოვანებაზე. მიიღე შეთავაზება 30 წუთში და თანხა იმავე დღეს. მოგო, ავტოლიზინგი. შეიძინეთ ვესტელის მსხვილი საოჯახო ტექნიკა დღეში 1 ლარამდე. უთხარით ამასაც იგივე რაც მე მითხარით. მხოლოდ 1 ლარი. ვესტელი, მეგობრული ტექნოლოგიები. ამბობენ, რომ ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო. ყველაფერი შეჯახებით დაიწყო. იმასაც ამბობენ, რომ უდესმეს ყველაფერი გაჩერდება, მაგრამ მაინც მოძრაობს. Scrialaguino? Sì, certo. Badagoni. პლანშეტური კომპიუტერი Samsung-ი, ფასი 259 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. საწარმო ფუნქციონირება დაიწყო 2012 წელს. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი შავი ლითონის ჯართისგან ვაწარმოებთ ლითონის სხმულებს. ასევე არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება არმატურისა და გლინულის მწარმოებელი ქარხნის აშენება. დასაქმებული ვარ 2012 წლის ბოლო და მოხარული ვარ, რომ ჩემ ქალაქში არის ასეთი საწარმო და სხვაგან არ მიწევს სამსახურის ძებნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შექმნილია კარგი ბიზნეს გარემო და არ გვეშინია გაფართოება. გახეხვის შემდეგ სიგრილის შეგრძნება საკმარისად მიყვებათ? ბლენდამედმა შეურია კომპლით 7-ის დამტკიცებული სისუფთავე პირის ღრუს ნამდვილ სიგრილესთან, სრულყოფილი წმენდისა და 24 საათამდე დაცული სუნთქვის სიგრილისთვის. თლიანი პირის ღრუს გასუფთავება და სუნთქვის სიგრილის დაცვა მთელი დღის განმავლობაში. ბლენდამედი.
Vivush-G-მ იცის როგორ შეგიქმნათ კომფორტი. ჩატარებული კვლევის თანახმად, Vivush-G ნომერ პირველი კომპანია ონლაინ სესხებში. ხოლო მომხმარებელთა 95% კმაყოფილია ჩვენი სერვისით. Vivush-G, ფული თანამედროვე ხალხისთვის. იჩქარე, გაიტანე ტექნიკა, დაიბედე წარმატება. ავტომობილი შენც მოიგე ტექნობუმში. გრძელდება გამოკითხვა რომ პეტროლის ბენზინგასაბარ სადგურზე. ჩემთვის ეკონომიური და ძალიან კომფორტულია. მანქანა უკეთესად მუშაობს. ის ოფტანობა ძალიან მაღალია. არიტყუებიან და ხარისხიანი საწვავია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. დღეს 14 იანვარია. მართალია უქმე არ არის, თუმცა ახალ წელს ისევ აღვნიშნავთ. მეტიც ზოგისთვის ძველი სტილით ახალი წელი უფრო საზეიმოა, ვიდრე 1 იანვრის დადგომა. თბილისელების ნაწილს ამ დღეებში განსაკუთრებული ტრადიციაც აქვს. გოგირდის აბანოში სტუმრობა, ამ ტრადიციის დამცველებს უკვე მექისეებიც კარგად იცნობენ, რომელთათვისაც საახალწლო დღეები ახალი სტილით იქნება თუ ძველით, ძალიან დატვირთულია. შორენა კოკორაშვილი გიამბობთ თბილისისთვის კარგად ნაცნობი საახალწლო ჩვეულების შესახებ, მე კი გილოცავთ ძველით ახალწელს. უკვე წლებია ამ ადგილს სტუმრობს. პირველად ბავშვობაში ბებიამ წაიყვანა. შთაბეჭდილებები დღემდე ახსოვს. მას შემდეგ ტრადიციას არ ღალატობს. ყოველ ახალწელს გოგირდის აბანოში შედის. მას აქ უკვე ელოდებიან. გამარჯობა, გოგო, ლუკა ექსპერიმენტებს არასდროს გაურბის. ახალ წელს ახალი ქისით ხვდება. მექისე არჩევანს უწონებს. აქაური წესები უკვე ზედმიწევნით იცის. თვეში ერთხელ დავდივარ, მაგრამ რასაკვირველია, ახალი წლის წინა პერიოდში დილაობით მოვდივარ ხოლმე. აქ რომ მოდიხარ და თუნდაც აი საერთოში, როდესაც ხარ ამ ქალებთან ურთიერთობაში, ისეთი კარგი ენერგიით მიდიხარ დამუხტული. 23 წელია მექისედ მუშაობს. პროფესია შთამომავლობით ერგო. უამრავ ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა და ცდილობს, რომ ყველა კმაყოფილი გაუშვას. ტრადიცია არის ეს ჩვენთან, რომ ეს ყოველ ახალ დღეს მოდის ხალხი ერთი და იგივე ხალხი, ბანაობენ. არის ეგეთი შემთხვევა, რომ ახალი წელი შეხვედრილია ნაკაბანოში. მოქალაქეების სისუფთავეზე ზრუნავს რომან ღლონტიც. მისი ხელის სიმარჯვე არაერთ ქართველ თუ უცხოელ მოქალაქეს გამოუცდია. პროფესიამ ბევრი მეგობარი შესძინა, თუმცა ქალაქის მთავრობის მიმართ საკუთარ გულის ტკივილს ქრონიკას უმხელს. 26 წელია მემსახურები ამ საქმეს. თბილისელების სისუფთავეზე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს აბანავებთ, ასუფთავებთ, ქალაქის მერს ვთხოვ, მივმართავ. თუ შეიძლება ერთხელაც ჩვენც გაგვიხსენოს, რა იქნება ერთ-ერთ თბილისობაზე. ჩვენ საპატიო მოქალაქეობა თუ არა ელემენტარულ დღე მაინც დაგვინიშნონ. ვიდრე რომან ღლონტის თხოვნა ადრესატამდე მივა, საუკუნეებ გამოვლილ გოგირდის აბანოში ტრადიციულად საკვამურიდან კვამლი ამოდის. აქ ტრადიციის მიმდევრებს საახალწლო განწყობით ხვდებიან. თბილისის ცირკი პატარებს ისეველი სხვადასხვა ქვეყნის საცირკო დასის მსახიობები უკვე საქართველოში არიან და საახალწლო წარმოდგენებს განაგრძობენ. სახალისო ნომრები და სახიფათო აკრობატული ილეთები პატარების გარდა ნებისმიერი ასაკის მაყურებელს დააინტერესებს. რა სანახაობაგელი თბილისის ცირკში ამას საალობე შანშიაშვილი გვეტყვის. თბილისის ცირკში საახალწლო აურზაური გრძელდება. ჯადოსნურ სამყაროში საჰაერო აკრობატები და ჟონგლიორები ურთულეს ილეთებს ასრულებენ. სანახაობით აღფრთოვანებას პატარებთან ერთად უფროსებიც ვერ მალავენ. ყაზახეთის ცირკის დასი გაწვრთნილ აქლემებთან, პონებთან და ძაღლებთან ერთად სახალისო ნომრებს წარმოადგენენ. ჩვენ ვაჩვენებთ აქლემების კარავანის შოუს. ეს ჩვენი ყაზახური ტრადიციის ამსახველი ნომერია. ვფიქრობ, მაყურებელს მოეწონება. სანახაობა, რომელიც მაყურებლის ოვაციას იწვევს, რუსი საჰაერო აკრობატების მიერ შესრულებული სარისკო ნომრებია. დაზღვევის გარეშე ცირკის მსახიობები სიკვდილის ბორბალზე სახიფათო ილეთებს ასრულებენ. სახალისო შოუს სთავაზობს სტუმრებს ნიკულინის ცირკის ჯამბაზიც ნომერში, რომელიც ერთნაირად ამხიარულებს ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, მთელი დარბაზი მონაწილეობს. От себя обещаю, конечно, улыбки. მაყურებელს ბევრ ღიმილს ვპირდები. ჯამბაზის მთავარი მოვალეობაც ხომ სწორედ ეს არის, ხალხის გამხიარულება. იმედი მაქვს დარბაზი ჩემთან ერთად კარგად გაერთობა. საახალწლო წარმოდგენები, რომელშიც ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, რუსეთისა და განის ნაკრები დასი მონაწილეობს, თბილისის ცირკში კვირის ბოლომდე გელით.
მილიონობით სინათლის წელიწადი დავით დვალმა დაფარა. ტელესკოპითა და ფოტოობიექტივით. პროფესიით ქიმიკოსი და ამავე დროს ბიზნესმენი თითქმის